იბერიას ისტორიული შანსი, რაც ამბობს გუნდის კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი იაია ტურეს საქართველოზე და ქართულ კლუბებზე. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. რამდენიმე საათში იბერია ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას ჩაატარებს. საქართველოს ჩემპიონი სლოვაკეთის ჩემპიონს სლოვანს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს. ამ შეხვედრაშიც როგორც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გულშემატკივრის დასწრებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ვისაც შეგიძლიათ აუცილებლად დაესწარით ამ შეხვედრას და უგულშემატკივრეთ ქართულ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე. რაც შეეხება მეტოქეს, მას ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს, რადგან წლების მანძილზე ამ კლუბში არაერთი ქართველი თამაშობდა და მათი მწვრთნელიც საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი იყო. თუმცა ახლა განსხვავებული მდგომარეობაა. სლოვაკეთის ჩემპიონს ახლა ბარსელონას და მანჩესტერ სიტის ყოფილი ფეხბურთელი იაია ტურე წვრთნის, რომელიც სლოვანთან ერთად პირველ ოფიციალურ შეხვედრას სწორედ იბერიასთან ჩაატარებს. ამ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან ისაუბრა იბერიას მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ და კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ. მედიასთან კომენტარი გააკეთა იაია ტურემაც. მათ მოსმენამდე დაალაიქეთ ვიდეო. გუნდი 100%-ით მზადაა. ბართიშვილი დაბრუნდა. ის კრეატიული და გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშეა. სათამაშოდ 100%-ით მზადაა. ახლა უნდა გადავწყვიტო დავაყენებ თუ არა ძირითადში. ვარჯიშის შემდეგ გადავწყვიტავ რა შემადგენლობას დავაყენებ. ფიზიკურ მომზადებას რაც შეეხება არ მიმაჩნია რომ ფლორასთან თამაშის მეორე ტაიმი ფიზიკური მომზადების გამო ჩავაგდეთ. მიზეზი ისაა რომ რატომღაც დაცვაში დავიხიეთ და თამაშის სადავეები დავკარგეთ. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი ბრალია. ქართული გუნდები ხშირად ვერ გადიან ევროტურნირების ჯგუფში, ამიტომ ისტორიული მატჩი გვაქვს ნამდვილად და შესაბამისად სლოვანს თბილისში მძიმე შეხვედრა ელის. ჩვენ მაქსიმუმს ვეცდებით რომ ჯგუფში შევიდეთ და გუნდშიც საბრძოლო განწყობაა. იაია ტურე ერთი თვეა სლოვანში მუშაობს. ნახე ამ ხანაგური შეხვედრები, რომლებიც არ მომეწონა, თუმცა პაპოსთან ბოლო შეხვედრაში კარგი ფეხბურთი ითამაშეს. ტურე ბარსელონასა და სიტიში თამაშობდა და სლოვანშიც სწორედ ეს მოდელი გადააქვს. ნახე რა ძალას წარმოადგენს სლოვანი და რას უნდა ველოდო. იაია ტურე პეპ გვარდიოლასთან დიდი ხანი მუშაობდა. მიმაჩნია რომ ტურე ამ ცოდნას გამოიყენებს. სლოვანში და სლოვაკური გუნდიც ანალოგიურ სტილში ითამაშებს. ზოურის წასვლის შემდეგ მარჯვენა მცველის პოზიციაზე არ ვნერვიულობთ, რადგან ორი კარგი მცველი ვყავს, კობულაძე და კუცია, რომლებსაც ამ პოზიციაზე უთამაშიათ. ისინი უნივერსალურები არიან. სამწუხაროდ წინა შეხვედრაში ფლორამ სათადარიგო სკამიდან 5 ფეხბურთელი შემოიყვანა და 5-ვე გამოიყენა. ჩვენ ძალიან გვჭირდება გრძელი სათადარიგო სკამი და ამისთვის ვმუშაობთ. წინა თამაშებს რაც შეეხება ჩვენ რაც დავისახეთ პროგრამა მინიმუმ ესე ვთქვათ შევასრულეთ და ეტაპი გადავახეთ. რაც შეეხება ამ თამაშს, რა თქმა უნდა შანსი ნებისმიერ გუნდთან არის თამაშის და პირველ რიგში ჩვენთან არის პირველი თამაში სახლში გვაქვს და ვთვლით რომ იმაზე უფრო მეტი შანსი გვაქვს ვიდრე ხალხი ფიქრობს და დარწმუნებული ვარ იმაში რომ სლოვანი მარტივად აქ ვერ ჩამოვა და მარტივად ვერ ითამაშებს. რა თქმა უნდა ყველა თითოეული არა მარტო ფეხბურთელი არამედ სტაფის წევრი საერთოდ ვინც კი არის კლუბში ყველა იაზრებს ამ ფაქტს და ყველა უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამას და რა თქმა უნდა ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას და ვიცით რომ ძალიან დიდი შანსი არის და ჯგუფში შევიდეს და ამდენი ხნის მერე ვეცდებით ყველანაირად რომ ჩვენ ვიყოთ ის გუნდი ვინც ამას გაიმეორებს და ჯგუფში შევა. რაც შეეხება მაყურებელს, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა უნდა უთხრა კიდევ ერთხელ მაყურებელს, ვინც წინა თამაშზე იყვნენ მოსულები ჩვენთან. ძალიან მოქმედებს ეს ჩვენზე და ვთხოვ რომ კიდევ ერთხელ მოგზავნდნენ და არა მარტო კიდევ ერთხელ კიდევ ბევრი გვექნება ჩვენ სახლის თამაში, მე ესე ვიმედოვნებ და მოგზავნდნენ ჩვენ თამაშებზე და ჩვენ მაქსიმალურს ვეცდებით რომ ჯგუფში შევიდეთ. სლოვანის რაც შეეხება ველოდებით რომ წამოვლენ მაღალ პრესინგს ითამაშებენ და ეცდებიან რომ ბურთი გააკონტროლონ. ჩვენ რასაც უყურეთ თამაშებს და რაც განვიხილეთ ვარაუდობთ რომ ესე ითამაშებენ და ესე ვთქვათ კონჩეტევალს არ დაელოდებიან რა. ეს არის ჩვენი გეგმა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ მათი პრესინგი დავშალოთ და ესე ვთქვათ პატარა სურპრიზები მოვუწყოთ მათ. ნახოთ როგორ გამოგვიყვება. ფიზიკურად ახლა ამ საკითხზე ვარჯიში შეუძლებელია, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო არის თამაშამდე, მაგრამ თეორიულად გავიარეთ რა იყო შეცდომები დაშვებული და თეორიულად უკვე შევისწავლეთ ესე ვთქვათ წინა მატჩის შეცდომები და ვეცდებით რომ იგივე აღარ განმეორდეს მეორე თამაშისთვის. ქართველები მართლაც ძალიან კარგი ადამიანები არიან. ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა ქართველებთან. ძალიან მომეწონა ქალაქიც.
ქვეყანაც და ხალხიც. საქართველოში პირველად ვარ და სასიამოვნოდ გაკვირვებული და ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩამოვედი. შეიძლება თუ არა ოდესმეს საქართველოს ნაკრებს ჩაუდგე სათავეში. საინტერესო შემოთავაზებაა, მაგრამ ჯერ სლოვანზე და ამ შეხვედრაზე ვფიქრობ, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანია. დანარჩენს კი მომავალში ვნახავთ. ვფიქრობ, იბერია ძალიან კარგი გუნდია. ბოლო პერიოდში ყურადღებით ვაკვირდებოდით მათ თამაშებს. შეტევაში ძალიან ძლიერები არიან. მათი თამაშის სტილი საკმაოდ მოქნილია და სხვადასხვა სიტუაციას კარგად ეგუებიან. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა გველოდება. ეს იქნება ღია თამაში, რადგან შეტევაში მართლაც ძალიან სახიფათო გუნდია. კარგ შეხვედრას ველოდებით და დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდი ამისთვის მზად არის. პართიშვილის შესახებ ვიცით, ის გამორჩეული ტალანტია. ზოგადად მეტოქის ფეხბურთელებზე საუბარი ყოველთვის კომფორტული არ არის. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ის მარტო არ არის. მთლიანობაში როგორც გუნდმა ძალიან კარგად ითამაშეს. თუ ფლორას დამარცხება შეძლეს, ეს იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ნიჭისა და ძლიერი კოლექტივის მქონე გუნდი ხავთ. მათ დიდ პატივს ვცემთ. ახლა ჩვენი მიზანი იქნება, რომ კარგად ვითამაშოთ, ვისიამოვნოთ თამაშით და სასურველი შედეგი მივიღოთ. მე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ მომენტს დიდი ხანი ველოდებოდი, რადგან კონკურენცია ძალიან მიყვარს. სწორედ ეს მინდა გადავცე ჩემს ფეხბურთელებსაც. ჩემი კარიერის განმავლობაში ყოველთვის მსიამოვნებდა კონკურენცია. ჩემპიონთა ლიგა იქნებოდა ევროტურნირები თუ ეროვნული ჩემპიონატი. ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა საკუთარი თავის სხვებთან შედარება და იმის მტკიცება, რომ შეგიძლია საუკეთესო იყო. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი мотиваცია. ყველა თამაში ერთმანეთისგან განსხვავდება. კარიერის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან მწვრთნელებთან მიმუშავია და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. თუმცა ახლა უკვე ჩემი საკუთარი სათამაშო ფილოსოფია მაქვს. მინდა ეს იდეები ჩემს გუნდს გადავცე და ფეხბურთელებმა ზუსტად გაიგონ, როგორ ფეხბურთს ვითხოვ მათგან. ჩვენ ძლიერი მეტოქე გვეყოლება და ამისთვის მზად ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ და მოედანზე 100%-ით დავიხარჯებით. თუმცა ეს ორმაჩიანი დაპირისპირებაა. ახლა ყველაფერი არ დამთავრდება. ერთი კვირის შემდეგ საპასუხო შეხვედრაც გველოდება. ორივე შეხვედრას სრული სერიოზულობით ვუდგებით. თუ გაინტერესებთ, როგორ ითამაშებს ჩემი გუნდი, სტადიონზე უნდა მოხვიდეთ და თავად ნახავთ. ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იბერიას და სლოვანის დაპირისპირება 21 ივლისს საღამოს 8 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და გულშემატკივრის დასწრებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოლოს, რას ფიქრობთ, რა შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში და რა თქმა უნდა, თუ დაგავიწყდათ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ.